Საფრთხის მასშტაბით რამდენიც უნდა ვეძებოთ, სულ რამდენიმე ქვეყანას თუ ვიპოვით, სადაც აკრძალეს და გააუქმეს პარტიები. პოლიტიკური პროტესტის ან ბოიკოტის, არჩევნების შედეგების და არაღიარების გამო აკრძალეს მაგალითად პარტიები. სია რა თქმა უნდა არის ტოტალიტარულ სახელმწიფოების და პირველ რიგში მოიცავს რუსეთს, სადაც სხვათა შორის პარტიების აკრძალვის გზა ბევრად უფრო გრძელი და ნელი იყო, ვიდრე ეს არის საქართველოს შემთხვევაში. ქრონოლოგიას რომ გავყვეთ 2020 წლის 21 სექტემბერს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პოლიტიკური მოძრაობა მომავლის რუსეთი გააუქმეს საერთოდ და აკრძალეს. ეს გადაწყვეტილება კი მიიღო რუსეთის უზენაესმა სასამართლომ. ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა ალექსეი ნავალნის მეთაურობით მიზნად ისახავდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და რუსეთის დემოკრატიზაციას. თუმცა ჯერ მას მოუწყვეს რეპრესიების, შემდეგ კი ექსტრემიზმის ხელშეწყობის ბრალდებით აკრძალეს. 2021 წელს ივნისში უკვე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ანტიკორუფციული ფონდიც და ნავალნის მოძრაობაც გამოაცხადა ოფიციალურად ექსტრემისტულად. 2023 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკვე ლიკვიდირებულად გამოაცხადა პარტია პარნასიც, რომელიც მანამდე ნავალნისთან ერთად 2016 წლის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. 2015 წელს ამ პარტიის ლიდერი ნემცოვი მოკლეს. პარნასის საბოლოო გაუქმებამდე კი რუსეთს როგორც ხედავთ დასჭირდა წლები. 2025 წელს კი ისევ უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და პარტიას სამოქალაქო ინიციატივაც გააუქმა. ეს რუსეთში რეალურად ბოლო ოპოზიციური გონდი იყო. არც ბელარუსს გაუვლია, შეიძლება ითქვას ნაკლები გზა. 2024 წლისთვის აქ უკვე ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტია ლიკვიდირებული ჰქონდა ლუკაშენკოს. დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდა ჯერ კანონების შემოსაღებად და შემდეგ პარტიების გასაქრობად. 2023 წლის ივლისში ბელარუსის იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა ბელარუსის სახალხო ფრონტი, რომელიც 1988 წლიდან იყო ოპოზიციური პარტია. ზუსტად ამ დროს გააუქმეს სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეების მოძრაობა, შრომელთა პარტია და მემარცხენე ალიანსი. დარჩნენ პარტიები, რომლებიც ისევ პრო-ლუკაშენკო პოზიციას გამოხატავენ. მთავრობამ გამოაცხადა, რომ პარტიები კანონს არ ღვევდნენ, ან უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ. მოკლედ, თუ შევხედავთ, გზა არის ზუსტად იგივე და ოცნება როგორც ჩანს, პუტინისა და ლუკაშენკოს მაგალითებზე სწავლობს. ტოტალიტარული იდეოლოგიის პარტიების აკრძალვა ყოფილა ეგეთი პრეცედენტი. თუმცა რასაც იმეორებენ ქართული ოცნების მესვეურები, ეს არის რუსული სახელმძღვანელო და უბრალოდ კოპირებას ახდენენ იმისას, რაც რუსეთში თავად ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხდება. ოღონდ უფრო სწრაფი ტემპებით, როგორც ვიცით. მათ უბრალოდ უნდათ რომ გააუქმონ არჩევნები ამ ქვეყანაში და არჩევნები იყოს ისეთივე ფორმალობა, როგორც სავიდროზე ეს იყო საბჭოთა კავშირში. დიქტატურა ივანიშვილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს, მისი ამოცანაა, რომ შექმნას ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც უბრალოდ არანაირი საზოგადოებრივი თვითრეგულირების, თვითმმართველობის და ავტონომიურობის ელემენტები, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ქუჩის პროტესტი, რომ ეს ყველაფერი არ იყოს. თუ გავაგრძელებთ ზებნას, რუსეთის და ბელარუსის გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანას ვიპოვით, სადაც ოპოზიციური პარტიები ან გაერთიანებები აკრძალეს ან საქმიანობა მკვეთრად შეუზღუდეს. მაგალითად, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სადაც რესპუბლიკური პარტიის წევრები აიძულეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ, ასევე გვინეა, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტია აკრძალეს, ოღონდ დროებით. კამერუნში კი აფრიკაში 2024 წელს მთავრობამ 2 ოპოზიციური პარტია არალეგიტიმურად გამოაცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა. პარტიების გაუქმების და შეზღუდვების მაგალითებს ცივილიზებულ სამყაროში ნახავთ, თუმცა არ არსებობს პრეცედენტი, რომ პარტია არჩევნების შედეგების არაღიარების გამო აიკრძალოს. ეს მაგალითები ყველაზე უკეთ გვაჩვენებს თუ რა გზას გადის ახლა საქართველო და კრემლის წიგნის მიყვება ასეთია შეფასებები, რადგან პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, მათთვის ამ ტიპის შეზღუდვების დაწესება, ასეთი მაგალითები მხოლოდ რუსეთში და ბელარუსში გვინახავს. განსხვავება ის არის, რომ ბელარუსს და რუსეთს დასჭირდა 10 წლეულები, საქართველოს შემთხვევაში კი პროცესი ზედმეტად სწრაფად მიდის.